ანაკლია და ანაკლის სპორტი არის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი, როგორ შეიძლება ერთმა ხელისუფლებამ აქციოს ქვეყნის ეროვნული პროექტი ტყუილების 10 წლიან კასკადად. ერთმა ივანიშვილმა, ერთმა ანტიქართულმა ოცნებამ 10 წლის განმავლობაში ტყუილების კარუსელში ჩართოს საკუთარი თავი, ისინი წრეზე ტრიალებენ და ყოველწლიურად პერიოდულად რამდენიმე თვეში ერთხელ. მაშინ როცა ივანიშვილის ხელისუფლებაში იცვლებიან პრემიერ-მინისტრები, იცვლებიან ეკონომიკის მინისტრები, იცვლებიან თითოეული თანამდებობის პირები, ისინი ახალი ტყუილებით გამოდიან, ახალი დაპირებებით გამოდიან, თუმცა შედეგი ერთია. 10 წლის თავზე ანაკლის სპორტი ჯერ კიდევ არ არსებობს. ჩვენ გვაქვს ძალიან მარტივი მოცემულობა, ერთი ხელისუფლება, 4 განსხვავებული მოდელი და მხოლოდ ერთი შედეგი, გაჩერებული ანაკლია. წლების განმავლობაში ჩვენ ვაფრთხილებდით საზოგადოებას, რომ ივანიშვილის მიზანი არ არის ანაკლის სპორტის აშენება. ივანიშვილის მიზანია მხოლოდ და მხოლოდ ტყუილი პროპაგანდა და საკუთარი მერკანტილური ინტერესებით ვაჭრობა, მათ შორის ჩვენ საგარეო პარტნიორებთან, რომლებსაც აქვთ ინტერესი, რომ საქართველოს დაუბრუნდეს მნიშვნელოვანი საერთაშორისო სატრანზიტო ღირებულება და მნიშვნელობა. 2016 წელს ხელისუფლება გვარწმუნებდა, რომ საუკეთესო გამოსავალი იყო ეგრეთ წოდებული ბოტის მოდელი და სწორედ ამ მოდელით გაფორმდა ხელშეკრულება, სადაც ინვესტორები, დასავლელი ინვესტორები აშენებდნენ ანაკლის სპორტს, მაგრამ საბოლოოდ მფლობელი 100%-ის აღმოჩნდებოდა ქართული სახელმწიფო, საქართველოს სახელმწიფო და ეს იყო 2016 წელს. შემდეგ თავადვე გაუკეთეს ჩამოართვეს ქონება, ინვესტიცია ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და თავადვე ჩააგდეს ეს პროექტი. მაშინ როცა პირველი გემი ანაკლის სპორტს უნდა მიეღო 2020 წელს, 2026 წელს ახალ მოდელზე საუბრობენ. მას შემდეგ 2022 წელს ახალი მოდელი შემოიტანეს, ეგრეთ წოდებული PPP მოდელი, რომლის მიხედვითაც ქართული სახელმწიფო იქნებოდა 51%-ის მფლობელი საკუთრებისა ანაკლის სპორტში და 59% ექნებოდა კომუნისტური ჩინეთის ერთ-ერთ სახელმწიფო კომპანიას. ეს პროექტიც ჩააგდეს, ისევ მოატყუეს საზოგადოება და ახლა უკვე 2026 წელს, მას შემდეგ, რაც 10 წელია უნდა დაწყებულიყო ანაკლის სპორტის მშენებლობა, 6 წლის წინ უნდა მიეღო ანაკლის სპორტს პირველი გემი, უნდა გაკეთებულიყო აქამდე რკინიგზა, უნდა მieყვანათ შესაბამისი გზა სახელმწიფოს, გამოდიან ახალი მოდელით, ეს ეგრეთ წოდებული ლენდლორდის მოდელი, თუმცა საზოგადოებას უნდა გვესმოდეს. პრობლემა არც ერთ მოდელში არ არის. ამ სამივე მოდელის მიხედვით შესაძლებელია საერთაშორისო პორტების ოპერირება. პრობლემა არის ხელისუფლებაში, პრობლემა არის ივანიშვილში, რომელსაც არ უნდა და არ არის დაინტერესებული ანაკლის სპორტის აშენებით. მას არ უნდა, რომ საქართველოს შეიძინოს უსაფრთხოების ახალი ჩარჩო, ივანიშვილს არ უნდა, რომ საქართველოში ეკონომიკა გაძლიერდეს, გაიზარდოს, ივანიშვილს არ უნდა, რომ საქართველოში შეიქმნას სამუშაო ადგილები. ივანიშვილს უნდა მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ ბედზე ზრუნვა, მერკანტილური მიზნების და სურვილების დაკმაყოფილება და რუსული დავალებების შესრულება. ეს არის ის ფაქტობრივი მოცემულობა, რაშიც ივანიშვილი იმყოფება. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მაშინ როცა ამ სამი სხვადასხვა მოდელის პირობებში 10 წლის განმავლობაში ივანიშვილმა ჯერ გააქცია დასავლელი პარტნიორები, შემდეგ ვერ შემოიყვანა ვერც ერთი, ვერც სახელმწიფო ინტერესი და ვერც კერძო საერთაშორისო კომპანია. დღეს ერთი კომპანიაც კი ვერ შემოიყვანა, ერთი ინვესტორიც კი ვერ შემოიყვანა და დღეს ივანიშვილის ახალი ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქრუიშვილი ჩვენ გვარწმუნებს და გვეუბნება, რომ თითქოს ბევრ ქვეყანას და ბევრ კომპანიას შემოიყვანს. ეს არის მტკნარი ტყუილი და მოქალაქეებმა უნდა ვუთხრათ ძალიან მარტივი პასუხი ივანიშვილს, რომ იმ ტყუილების ატრაქციონზე, იმ დეზინფორმაციის ატრაქციონზე, რაც მოაწყო ივანიშვილმა 10 წლის განმავლობაში და ანაკლის სპორტს უბრალოდ მოკლა როგორც მკვდარი არაშენდა პროექტად აქცია საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის მნიშვნელოვანი პროექტი, უნდა უთხრათ, რომ ამ ატრაქციონზე მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილი და მისი მინისტრები იქნებიან. ძალიან მარტივად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენთვის ანაკლია არასდროს არ ყოფილა მხოლოდ პორტი, ანაკლია არასდროს არ ყოფილა არც ბიზნეს პროექტი, ეს არის ეროვნული მნიშვნელობის სტრატეგიული ობიექტი, რომლის მეშვეობითაც საქართველოს აქვს შესაძლებლობა დაიბრუნოს ისტორიული, გეოპოლიტიკური ღირებულება და მნიშვნელობა.
რასაც სჭირდება მარტივად ეროვნული და კარგი ხელისუფალი, რაც ვერ იქნება ივანიშვილი. ივანიშვილის პირობებში ანაკლიის სპორტი არ აშენდება. ივანიშვილის ხელისუფლებიდან წასვლის პირობებში ანაკლიის სპორტი აშენება არის ძალიან მალე შესაძლებელი, იმიტომ რომ ივანიშვილს აღარა აქვს საერთაშორისო ნდობა, მან ჩამოართვა ინვესტიცია დასავლელ პარტნიორებს, ვერ დაალაგა ურთიერთობა ჩინეთთანაც კი და დღეს ახალ ზღაპრებს სთავაზობს საზოგადოებას. ისევ უბრუნდები ლელოს კონკრეტულ გეგმას ანაკლიის პროექტთან და პორტთან დაკავშირებით. აუცილებელია საქართველოს გამოიყენოს ის საერთაშორისო შესაძლებლობა ეგრეთ წოდებული ტრამპის გზის გაგრძელებად სომხეთსა და აზერბაიჯანს შემდეგ, რომ არ იყოს ჩაკეტილი დერეფანი და შავი ზღვა გახდეს ამიერკავკასიის კარიბჭე და ამ კარიბჭის გასაღები იყოს საქართველოს სახელმწიფოს ხელში. ამისთვის საჭიროა, რომ საქართველოს გამოთქვას საქართველოს ხელისუფლებაში იყვნენ ეროვნული ძალები, გამოითქვა სურვილი, რომ ამიერკავკასიის სამივე სახელმწიფო ჩართული იყოს ამ პორტის აშენებაში, სადაც ინტერესი ეროვნული პროექტისადმი იქნება ბევრად მაღალი, საქართველოს გაეზრდება ეკონომიკა, ქართული უსაფრთხოება იქნება ბევრად უფრო მაღალ დონეზე დაცული და ამ პროექტში უნდა მონაწილეობდნენ ის დასავლელი პარტნიორები, რომელთა უსაფრთხოების ჩარჩოც არის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი საქართველოსთვის. ამიტომ დადგა დრო, არანაირ მოწოდება ივანიშვილისადმი ჩვენ არ გვაქვს, ეს არის შეხსენება კიდევ ერთხელ, რომ რასაც ჩვენ ვამბობდით, ეს იყო სწორი სიმართლე და დროული გაფრთხილება მათ შორის საზოგადოებისთვის. დადგა დრო იმისთვის, რომ გვესმოდეს ანაკლიის სპორტის აშენება შეუძლებელია ივანიშვილის პირობებში. ჩვენ გვაქვს ერთადერთი შანსი, შევცვალოთ ხელისუფლება, გადავიყვანოთ ეს ქვეყანა ეროვნული პატრიოტული განვითარების გზებზე და ავასრულოთ ავაშენოთ ყველა ის მნიშვნელოვანი მეგა პროექტი, ეროვნული სტრატეგიული პროექტი, რომელიც საქართველოს მოუტანს ეკონომიკის ზრდას და უსაფრთხოების განვითარებას. მადლობა.